სასტუმრო გაიხსნა. ეს კომპანია ELT ჯგუფისა და უმსხვილესი ამერიკული სასტუმროს ქსელის Wyndham Hotel ჯგუფის ერთობლივი პროექტია. ადგილობრივ ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს შავი ზღვის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბათუმის მერმა და ამერიკული Wyndham ჯგუფის რეგიონულმა ხელმძღვანელმა. საერთაშორისო პარტნიორები და ბრენდები ენდობიან ჩვენს რეგიონს, ისინი აგრძელებენ თავიანთ საინვესტიციო საქმიანობას, იგეგმება და ხორციელდება ახალი პროექტები. პარალელურად ჩვენ უკვე დავიწყეთ ტურისტული სეზონი. ეს სასტუმრო არა მხოლოდ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში არის პირველი, იმიტომ თვითონ Wyndhamისთვისაც არის ახალი ბრენდი. ეს იძლევა დამატებით საშუალებებს, რომ ჩვენს რეგიონში, ჩვენს ზღვისპირა ქალაქში, ჩვენს ბათუმში მოვიზიდოთ დამატებით ტურიზმი. ჩვენი პარტნიორობა ELT-სთან წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს Wyndham-ის ჯგუფისთვის. ახალი რეგიონის ათვისებისას ისეთი სანდო პარტნიორის ყოლა, როგორიც ELT-ია, ჩვენთვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხსნით საერთაშორისო სტანდარტების მაღალი დონის სასტუმროს. ეს არის ძალიან ძლიერი საერთაშორისო ამერიკული ბრენდი Wyndham-ი, რომელმაც პირველად შემოიყვანა ლაკინთას ბრენდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ბრენდისთვის მათ არჩევანი გააკეთეს პირველ რიგში საქართველოზე, ჩვენ ძალიან ლამაზ ქალაქზე ბათუმზე. ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა